მართლისა ტაბითა შესახებ 60 გულიდან ვიცით მის შესახებ რომ მართალი ტაბითა ეს ახალგაზრდა ქალი განთქმული იყო თავისი კეთილის საქმე მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებდა მრავალ მოწყალებას გასცემდა და გვერდში ედგა ეკლესიას ეს არის მაგალითი პირველ რიგში დედებისათვის როგორი ზრუნველობა უნდა ქონდეს ოჯახებისადმი დარწმუნებული ვარ რომ არის ეს ზრუნველობა და ამ ყველაფერთან ერთად ჩვენთვის ყველაზე დიდი ოჯახისათვის ეკლესიისათვის ყოველთვის უნდა ფიქრობდეთ დედებო ჩემო ძვირფასებო რომ აი რას ვაკეთებ მე ეკლესიისათვის ჩვენი სამრევლოსათვის რაიმეს ვაკეთებ თუ არა ეგებ რაიმეში გამოვიადგე დედა ეკლესიას ამას ყოველთვის უნდა ვიაზრებთ და უნდა ვიცოდეთ რომ ეს არის ჩვენი წმინდა და წმინდა მოვალეობა აი მართალი ტაბითა ამისი მიმანიშნებელი და ამისი მასწავლებელი არის რომ ფიქრობდეთ არა მარტო დედების არამედ მამებისთვისაც ძმებისთვისაც რომ კეთილი საქმეების აღვასრულებდეთ გაჭირებულებს ვეხმარებოდეთ და ამ ყველაფერთან ერთად ზრუნავდეთ ეკლესიას შემდგომ მოხდება ისე რომ ტაბითა დასნეულდება მძიმედ დასნეულდება და გარდაიცვლება ამ პერიოდში იქ ახლომახლოში იმყოფება მოციქული პეტრე და მოციქული პეტრეს მოუხმობე მოციქული პეტრე მიდის და ევედრებიან რომ რაღაცნაირად არც განსაკუთრებულ რამეს თხოვენ უბრალოდ უჩვენებენ აი შესამოსლებს თავსაფრებს სხვადასხვა ნივთებს რას ტაბითას დამზადებული იყო და რითიც ეხმარებოდა გაჭირებულებს და ეკლესიას მერე მიდის უკვე პავლე მოციქული შედის იქ სადაც დასვენებული არის ტაბითა მოედრებს მოხს ლოცულო ღვთისწინაშე ეუფლისწინაშე და უფალი აღადგენს უკვე ტაბითას რეთით და აი ეს გაუცებულები არიან ხელა დიდი სასაულით და შემდგომ უკვე პავლე პეტრე მოციქული გააგზელებს თავის მსახურებას, თავის საქმიანობას. შემდგომ დღევანდელ დღეს არის ხსენება მოციქულებისა, 70-დანისა, იასონისა და სოსიპატრესი. ისინი პავლე მოციქულის მოწაფეები იყვნენ, პავლე მოციქულის მიერ იყვნენ ხელდასხმულნი ეპისკოპოსებად. ისინი ჩადიან კერკირაში ან დღევანდელ კორპუსში, სადაც განისვენებს, სადაც არის საფლავი დიდისა მღვდელმთავრისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა. ჩადიან აი ამ წარმართულ იმ პერიოდისადმი იმ დროისადმი წარმართულ კუნძულზე ადგილას და იწყებენ ქადაგებას და მრავალს მოაქციონ ქრისტიანობაზე. ეს არ მოეწონება აი ამ მართველს კუნძულის მართველს და შეიპყრობს მოციქული, შეიპყრობს და ჩააგდებს დილეგში. ამ დილეგში იმყოფებიან ავაზაკები. ეს მათი სახელები კვლავ გავიმეორებ. ისინი არიან სატურნიოსი, იაკის ხოლე, ფაუსტინე, იანვარი, მარსელი, ევფრასია და მამია. მათ მოციქულები მოაქცევენ ქრისტიანობაზე და მიიღებენ ეს ავაზაკები მიიღებენ მოწამეობას. გახურებულ, ადუღებულ ზეჩი ჩაყრიან მათ ქრისტეს სამსარებლობისათვის ავაზაკების გამო უნდა განესაჯათ ისინი, მაგრამ ბოლოს ქრისტიანობის გამო განშენ. ასაუცარი რამეა, ხო? ხო, აი ესე აღესრულებიან მოწამეობები. შემდგომ ხდება ის რომ აი შემხედვარე ციხის მცველი გაუწდება მათი გამძლეობით, მათი პაშტაცობით, ახლოვანებით, მოწამეებისა და ისიც აღიარებს რომ ეს ქრისტიანი. და ისიც მოწამეობრივად აღესრულება. ამის შემდგომ უკვე ამბებს იგებს აი ამ მართველის, კუნძულის მართველის შვილი, კაცული კერკირა ქვია მასაც და იქ დაინტერესდება ქრისტიანობით, დაინტერესდება მოციქულებით, რომლებიც არიან ჩასულები იასონი და სოსიპატრე და ისიც მოიქცევა ქრისტიანობას. ყველაზე ერთ-ერთი მამა ამახვილებს ამაზე ყურადღება დაუფიქრეთ ერთი რაღაცა. შეიძლება ვინმეს მიბაძო, რომელსაც იცი რომ რაღაცა წარმატებული ცხოვრება აქვს. ბაძავენ სპორტსმენებს, ბაძავენ მეცნიერ მუშაკებს, ბაძავენ ხელოვნებს და სხვადასხვა წარმატებულ ადამიანებს ხო? და ამ დროს წარმოიდგინეთ მართველის შვილი, რომელიც მდიდარია, შეძლებულია და შეუძლია რომ თავისი ცხოვრება წარმართოს ბედნიერებით და სიხარულით და სიკეთით, ის ინტერესდება იმ პიროვნებათა ცხოვრებით, რომლებიც ამ დროს ყველაზე შევიწროებულები არიან, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან და ამ ყველაფერთან ერთად არ არიან კარგ სიტუაციაში. ის არაპოპულარულ მდგომარეობაში იმყოფებენ, ესე რომ თქვა. არ ვიცი ეს ზოგჯერ რაღაც საოცარი რამ და მიდის და ხდება ქრისტიანი. და რას იღებს ამ ყველაფრის წინ? უფრო მდიდრდება, უფრო დიდ პატივს
მეტ პოპულარობას არა და არა. ამ ქვეყნიურს არაფერს. აღესრულება მოწამეობა რომ მამამისისგან მიიღებს რაოლნებას, საკუთარი მამისგან, რაოლნებას, გვემას, შეურაცხყოფას, მას მიუგზავნის ავაზაკს, რომელმაც უნდა იზალადოს მასზე და ეს ავაზაკიც მოექცევა ქრისტიანობაზე სასწაულებრივად. ისეთი რამე მოხდება, რომ თავს დაესხმება, როდესაც მიდის რომ უნდა იზალადოს ქალწულ კერპირაზე, თავს დაესხმება ნამ ხეცი და ამ დროს ამ საშინელ სიტუაციაში კერპირა რო იხილავს ამ ყოველფერს იწყებს ღვთის წინაშე ლოცვას, თავს დაიხსნის ეს მურინი ამ მდგომარეობიდან დაჭრილი არის, ნახულობს კერპირა ლოცულობს მასზე გაკურნავს და ეს მოძალადეს გახდება ქრისტიანი. რომელიც მიდიოდა იმისთვის რომ უნდა საშინელება აღესრულებინა, მოიქცევა ქრისტიანობას. და იგიც მოწამეობრივად აღესრულა. აი ესეთი საოცრება და შემდგომ უკვე როდესაც ხედავს რომ მე ცეცხლს გააჩენს იქ სადაც მისი შვილი არის, რომ ცეცხლში დაწვას ეს მართველი, მაინც გადარჩება ცოცხალი, ბოლოს ხეზე ჩამოკიდებენ, გაგუდავენ, ისრებით დანგმირავენ და ესე მოწამეობრივად აღესრულება ქალწული კერკირა. ამ ყველაფერთან ერთად იქვე იმყოფებიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც ესენი არიან ზენონი, ევსევი, ნეონი და ვიტალი, ისინიც მოიქცევენ ქრისტიანობაზე, ისინიც ეწამებიან, ისინიც მოციქულთა მიერ მოიქცევიან ქრისტიანობაზე და შემდგომ უკვე დგება ჟამი, ისე რომ იქაურ კერკირელი, კერკირაზე მცხოვრები ქრისტიანები გაენერიდებიან აი ამ საშინელ დევნას, მათთან დაედევნება ესე რომ თქვა მართველი აღესრულება ზღვაში, დაიხრჩობა ზღვაში, განერიდებიან ქრისტიანები ამ საშინელებას, მაგრამ ახალი მართველი გადაწყვეტავს რომ მოციქულები აწამოს, შედის, იწყება მათი წამება და ასევე ჩატრიან იმაში ადუღებულ ზეთში, ლავ გადარჩებიან ცოცხლები, მოციქულები სასწაულებრივად ამ დიდ სასწაულს რო იხილავს ახალი მართველი, ის მოინათლება და სახელად სებასტიანი. და გააგრძელებენ მოციქულები თავიანთ მოციქულურ საქმიანობას იმავე კუნძულზე, მრავალს მოაქცევენ ქრისტიანობაზე. ასევე არის ხსენება დღევანდელ დღეს, როგორც ვითხარით, ძმებისა დადასი მაქსიმეს კვინტილიანესი, რომლებიც აღესრულნენ დიოკლეტიანეს დროს მოწამეობრივად, ამ პერიოდში დიოკლეტიანი მართავს ძალიან დიდ წარმართულ დღესასწაულს, სადაც წარმართები იღებენ მონაწილეობას ღრეობაში, ნამდვილობაში მონაწილეობას არიღებენ ეს სამნი ძმანი და როდესაც გამოიგეთ ესენი არიან დიდებულები, ესენი არიან წარმატებული ადამიანები თავის ცხოვრებაში, სახელოვანი ხალხი არიან, დიოკლეტიანი რომ მოიკითხავს სად არიან ისინი და გაიგებს რომ ისინი არიღებენ მონაწილეობას აი ამ ღრეობაში, გაიბარებს მას, მოთხოვს რომ უარყვან ქრისტე, ისინი ქრისტეს არ უარყოფენ და მოწამეობრივად აღესრულებიან. ღმერთმა დაგულოცოს, ღმერთმა გვაკურთხოს, რას გვასწავლის ეს ყველაფერი. გვასწავლის იმას, რომ ეს ცხოვრება დროებითი სამყოფელი არის, დროებითი წუთი სოფელი არის. ჩვენი მოწამეობა ყოველთვის ვამაგას ვამბობ. ჩვენი მოწამეობა არის ის, რომ ჩვენთან არავინ არ მოდის არ გვეუბნება, რომ უარყოთ ქრისტე, მოდის ვინმე არა. ჩვენი მოწამეობა არის, როდესაც დაგვეზარება ტაძარში წამოსვლა, უარყოთ ეს აზრი და ვაიძულოთ საკუთარი თავი რომ წამოვიდეთ წირვაზე და ლოცვაზე. სიზარმაცეს ვებრძოლოთ. აი ეს არის ჩვენი მოწამეობა და ჩვენი ღვაწლი. აი ეს არის. რომ ლოცვაზე არ დაგვეზაროს წამოსვლა, საქმეები ისე გადავდოთ, ისე დავალაგოთ, რომ ყოველთვის შევძლოთ წირვაზე და ლოცვაზე მოსვლა. წყალობა და მადლი გაგიმრავლოთ ხოლმე. ქრისტე აღდგა.